კიდევ ერთ ძალიან პოპულარულ, თუმცა ალბათ ფართო მასებისთვის არც თუ ისე კარგად ნაცნობ სპორტის სახეობას ეს არის გუჯურიუ კარატე, კარატის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე გავრცელებული სახეობა. ხო შეგვიძლია ესე თქვა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემხვდა თქვენი ასე ვთქვათ განცხადება, სადაც წერთ რომ ევროპის ჩემპიონატზე ის მოგრძალებულად ძალიან წარმატებულად ვიასპარეზეთ 7 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო, ეს ისეთი ჩამონათვალია თითქოს და ჩვეულებრივად წახვედით და წამოხვედით. გაგაცნობთ ლევან და რეზო როგავებს, ლევანი წარმოგვიდგენს ფედერაციას, ხოლო რეზო არის იმ 7 შორის ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონი, რომელმაც ახლახანს მოიპოვეს ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ პირველ რიგში. და აი, მოდი დავიწყოთ იქიდან სპორტის ეს სახეობა. მე უკვე ვიგებთ, ვეცნობით რაღაც დღეს ყველაფერი შეიძლება უკვე ინტერნეტში მოიძიოს, როგორც მივხვდით, ძალიან პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით თბილისში. რითია ეს განსხვავებულია, რატომ ხდება თქვენით და ესე დაინტერესება? პირველ რიგში მოგესალმებით. დავით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთეთ, იმიტომ რომ სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება და მათი მიღწევების ესე ვთქვათ, გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. რაც შეეხება შეჯიბრს, რომელიც ჩატარდა ბელგიაში 2-4 ნოემბერს, იყო წარმოდგენილი 16 ქვეყანა, დაახლოებით 350-მდე მონაწილე და ციფრით საკმაოდ სერიოზულია, კი. 350 მონაწილე და ჩვენი ნაკრები იყო წარმოდგენილი 13 ადამიანით. ანუ ყველა მედალი აიღო ჩვენ? ყველა ვერ აიღო მედალი, სხვადასხვა დისციპლინებში გამოვიდა რამოდენიმე. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არა მხოლოდ სპორტული მიმდინარეობაა, ეს არამედ მეორე იაპონური მიმართულება გვაქვს, ფილოსოფიურიც არის. ეს ყველაზე კი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი როცა მოდის დარბაზში მას უნდა ასწავლო სხეულის ფლობა და ასევე უნდა ასწავლო ემოციების კონტროლი, თუ როგორ შეუძლია მას ეს სხეულის ფლობა და ემოციური კონტროლი არის ერთი მთლიანობა, რომელიმე თუ ესე ვთქვათ არ მუშაობს, შეიძლება ახლა ბავშვებს ესევე უნები ხოლმე, რომ აი როცა ხარ ძლიერი, თუ ვერ აკონტროლებ შენ თავს და გახვალ გარეთ და შენს უპირატესობას ვიღაცაზე გამოიყენებ, ეს არ არის კარგი. და დარბაზშივე ხდება ბავშვების მაგალითებზე ვარჯიში, არა მხოლოდ ესე ვერბალურად, რომ მე შენ რაღაცას მოგიყვები, არამედ მაგალითებად რაღაცეების ახსნა, რომ ჩვენება, რომ ბავშვებისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი შეჯიბრზე ესე იყო, რომ აი თქვა წინა დღეს, როცა შეჯიბრზე გავდიოდით და სასტუმროში გქონდა შეხვედრა, ესე ბოლო შეხვედრა, ხაზგასმით აუხსენი, რომ არც იყო ასახსნელი იდეაში, მაგრამ ნუ მაინც აუხსენი, რომ მოგებაზეც და წაგებაზეც ორივეზე უნდა გქონდეს ღირსეული დამოკიდებულება. ანუ არ შეიძლება რომ თუ დამარცხდი, უპატივცემლობა გამოიჩინო შენი მოწინააღმდეგის მიმართ, ან თუ გაიმარჯვე, დაგიჟდე ემოციურად და უპატივცემლობა, მაგრამ მარცხთან შეგუებას ხო არ ასწავლი? არა, მარცხთან შეგუებას არ ვასწავლი. უბრალოდ არის სიტუაციები, როცა მიღება უნდა ისწავლო და ამ მიღებიდან დასკვნები გამოგაქვს, თუ რატომ, ანუ თუ არ გაუსწორე თვალი იმ რეალობას, რაშიც მოხვდი, ყოველთვის გაექცევი და პრაქტიკიდან გამომდინარე ყოველთვის დაგეწევა ის, რასაც გაექცევი, ყოველთვის გიჭერს ხოლმე რა. ამიტომ მეომრული კოდექსი, სამურაის კოდექსი გულისხმობს იმასაც, რომ შენ როგორც ღირსეული მეომარი თვალს უსწორებ ამ ყველაფერს და ეუბნები, რომ ოკეი, კაი, ეხლა მე წავაგე, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ, რატომ წავაგე. ინდივიდუალური სპორტის სახეობაა მაინც. აი ის ყველა ნიუანსი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მე მგონი დღეს ბევრი სხვა სპორტსმენიც გვიყურებს და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი სპორტის და ვარჯიშის შედეგად აი ამ რაღაც საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი თუნდაც თავის კონტროლის შეძლება, აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებს შეეხეთ თქვენ და აი რამდენად რეალური, აი რამდენად მიხვდით რომ თქვენთან მოსული ადამიანები ამას პოულობენ, აი ამ სიმშვიდეს, თან ამავდროულად ტონუსს არ კარგავენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე სპორტსმენისთვის, ხო? მუდმივი პროცესი განვითარების. ეს არის, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის ახლა ესეთი ფორმულირება, თუ შავ ქამარს აიღებ, ესე იგი რაღაცა მწვერვალზე ხარ და ჩვენთან პირიქით არის ხოლმე, რომ შავზე რო
შავ კამარს როცა აიღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ეხლა ლევან, მე ვიცი თქვენ გაქვთ შავი კამარი. კი, მე მაქვს შავი კამრის მეხუთე დანის მფლობელი ვარ, და ზუსტად ამაზეც მინდა კითხოთ, ძალიან ბევრი ეტაპი ნახეთ თქვენი გამლილი. აი, ვინც იაპონიას და აი მათ ჩაკეტილ, ასე ვთქვათ, მithume საკუთარ კულტურასთან ჩაკეტილ რაღაც სოციუმს იცნობს კარგად, დამეთანხმება, რომ ძალიან რთულია ეს გაარღვიო, მიხვიდე და იაპონელებმა გაღიარონ თავად და ეს თქვენ შეძელით. აი ეს ფაქტორი როგორ მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა იყო თქვენი, იმიტომ რომ წესით როცა იაპონელი სახლში პატიჟებს და დაგპატიჟა და გითხრა ჩემთან წამოდი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის შესიმართ ძალიან დიდი პატივისცემით და ნდობით. და იაპონიაში თვითონ ეხლა ტაილანდში რამოდენიმე დღის წინ იყო სემინარი, სადაც თქვენ წაიკითხეთ უკვე ხო ერთ-ერთი ვიყავით აუცილებლად უკვე რამხელა აღიარებას შესაუბარი. ხო და ნაკამურა სენსეისთან ერთად მეც ეს არის ახლა უმაღლესი დანის მფლობელი ხო? ნაკამურა სენსეი არის ყველაზე მაღალი იერარქიის მფლობელი ორგანიზაციაში, ჩემი სენსეი, ჩემი მეგობარი ასევე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ახლა ჩემთვის, მანდ, იმიტომ რომ ვისაც ასწავლი ახლა უნდა იგრძნო ის პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს იყო მასწავლებელი. ძალიან საინტერესოა ის გზა ევროპის ჩემპიონამდე და ის აღიარება, რომელიც აი ამ სახეობაშია ზოგადად ჩვენთან, ჩვენი სპორტსმენებისთვის, აი რითია ეს სპორტი განსხვავებული და რატომ მაინც და მეც გუჯურიუ. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით. გილოცავთ ევროპის ჩემპიონობას. ეს სიამოვნებით ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს. ძალიან ლამაზ მედალს, ევროპის ჩემპიონის მედალს. მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მოწვევისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. და მინდა გამოვყო ორ ნაწილად, როგორც სპორტული სახეობა და როგორც ცხოვრების სტილი. როგორც ცხოვრების სტილი და ცხოვრების გზა არის ალბათ არა აქვს ლიმიტი და შეგიძლია ცხოვრების ბოლომდე აკეთო ეს საქმე და დაუღალავად შეუდგე ამ შრომას. და როგორც სპორტული თვალსაზრისით, ну ალბათ კარიერულად 10 წელი, 15 წელი შეგიძლია იასპარეზო, შემდეგ კი უკვე ის აღარ გიტაცებს ის ეს გამარჯვებიჟინი კი უკვე დაკმაყოფილებული გაგ და მაინც უკვე იქით მიელტვირო ეს გახდა შენი ცხოვრების გზა და გაყვე ბოლომდე. თუმცა აი ბოლომდე იქნები ამ ჩართული ის იმდენად სხვა სამყაროა. კი, რა თქმა უნდა. კი, ეს არის ეს თუ ამას არცდი, ისე რაც არ უნდა აგიხსნას ვიღაცამ, ისე ჩემი აზრით აი მოდი შენ ამიხსენი, აი რითია სხვა მოვედი და მოვიწამლე, აი რითი ხდება ეს? მოკლედ პირველ რიგში ისეთი სიტუაცია და ისეთი დამოკიდებულება არის სენსეის და მოსწავლეს შორის, რომ გონია რომ პირველივე დღიდან უკვე შესამჩნევი ხდება ამ კარატის სტილის დამახასიათებელი დადებითი თვისებები. შემდეგ შენი თავის შეცნობა შენზე მუშაობით, შენზე ვარჯიშით, ბევრი ვარჯიშით და შენზე დაკვირვებით იმ ისეთ კუთხეებს დაგანახებს შენი თავის, ისეთ მინუსებს გაჩვენებს, ისეთ დადებით პლუსებს გაჩვენებს, რომ მგონია რომ ეს გზა არის ყველაზე მარტივი იმისათვის, რომ გაყვე ბოლომდე ამ სტილს და ამ გზას. თავდაჯერებულობა, რასაც შეეხება თავდაჯერებულობას, მოდის შრომაში. რაც უფრო ბევრს ჩადებ, რაც უფრო ბევრს იშრომებ, უფრო როგორი შტაბეჭება რჩება, აი, როდესაც საუბრობთ, რომ აი, ვარჯიშები, როდესაც მიდის, თუნდაც სპორტული, აი, ხმამაღალი სიტყვა არის, მის მხოლოდ რაღაც აი ისეთი მენტორული მიდგომა, რაღაც ესეა. ყველას ესმის იქ ერთმანეთის გვესმის. იქ არ ეს თავიდანვე იქნა ეს. თავიდანვე ესე არის, ყოველთვის ესეა. ვიღაცა უცხო რომ მოდის, უცხოსთვის უფრო შესამჩნევია, იმიტომ რომ ის არ არის ამ გარემოს მიცემული. არა, აი, სტუმრად ხარ ჩემთან და გადმოვიდა ეს რაღაც ჩემთვისაც შესამჩნევია. ეს არის ჩვეულებრივი, ეს ბუნებრივი მომენტია. იქ არ უჭირდება არც ზედმეტი სიტყვები, არც ხმამაღალი ტონი. იქ ყველა ერთმანეთს უგებთ ძალიან. აი, რეზო სპორტში ხარ, ჯერჯერობით აქტიურ სპორტში. აი, აქ როგორ ხდება დაუშვათ სპორტი წაგების გარეშე წარმოუდგენელი? დაუშვათ დამარცხდი. აი, ამ დროს რა ხდება შენ თავში? აი, როგორც ლევანმა თქვა, აი
ეძებ რაღაც მე ვფიქრობ, რომ დამარცხებიდან უფრო ბევრ რაღაცას სწავლობ, ვიდრე მოგებიდან. დამარცხებაში ნახულობ შენს შეცდომებს, დამარცხებაში ნახულობ იმ მინუსებს, რაც გაქვს გამოსასწორებელი. ნამდვილად პირველად მყავს მე ესეთი განსხვავებული სტუმრები, რომლებიც აი ესე ძალიან საინტერესო კუთხით მან დაგვანახებენ ალბათ წარმატებისკენ მიმავალ გზას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რეზო, რა იქნება შემდგომი, უკვე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სად შეიძლება უკვე გულშემატკივრო? 2024-ში გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი. უდიდესი გამოწვევა უკვე ამ სახეობის ფუძემდებლებიც იქნებიან, ესე იგი. კი, დიდი ალბათობით. სხვა დონის კონკურენცია უკვე. და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, მსოფლიოს შემდეგ, ჩვენც საქართველოს უმასპინძლებთ საერთაშორისო შეჯიბრს და ამისთვის მზად ვიქნებით 100%. ძალიან კარგი ინფო, ასე ვთქვათ, სიახლეცა გაქვთ. მალე ასე ვთქვათ, გუჯურიუს სასახლეც აშენდება, რომელიც ძალიან წინ წაწევს ალბათ სპორტის ამსახეობას და აი რა იქნება, რითი იქნება, რა კონცეფცია იქნება, იმიტომ რომ ისე რაც უკვე ეტყობა, რომ თქვენი ხედვა აბსოლუტურად განსხვავებულია, აი ზოგადად უბრალოდ მხოლოდ რაღაც ისეთი სპორტული ჩარჩოებისგან. ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე დავიწყეთ მშენებლობა იაპონური ხასიათის ნაგებობის, ესე აუცილებლად აი ჩვენი მაყურებელიც ხედავს ამ სურათებს და ძალიან ლამაზი შენობა, რომელიც რაღაც აი ფილმებში როა ზუსტად ისედ რომ მიდის კინოში რაღაც კინოგმირის მომივიდა აზრად რატო არის სახურავი ესეთი ოვალური დახრილი, იმიტომ რომ იაპონური მითოლოგიის თანახმად როცა დრაკონი ჯდება სახურავზე არ უნდა ჩაამტრიოს და ჩასრიალდეს ისე და ნუ ეს დეტალები დაცულია ყველაფერი, იმიტომ რომ არა მარტო შიგნით რა ხდება არამედ რაღაცა ვიზუალსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ვიღაც ახლა თქვათ იაპონებმა რო ჩაიაროს, უნდა ნახოს ის დეტალები, იგრძნოს და მიხვდეს თუ რა ხდება აქ. მოკლედ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროექტი, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენი ძალებით, მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც მეხმარებიან ამ ყველაფრის გაკეთებაში და უნდა ნახოთ როგორ არ ჩერდება ჩემი ტელეფონი და ეს ორმაგად მარწმუნებს და ბედნიერი ვარ იმით რომ ეს პროექტი რაც მე მეგონა რომ ნამდვილად კარგი იყო, თურმე მართლა მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის და ეხა სირთულეები რაც მელოდება ხვალ და ზეგ ამის გასაკეთებლად ხო დასასრულებლად საერთოდ არ ნერვიულობ და არ მეშინია, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები მიდგანან გვერდში. ლევან, აუცილებლად პირობას ჩამოგართვებ, რომ ერთ-ერთ გადაცემას გახსნისთანავე ჩავწერთ სწორედ ამ აკადემიაში, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მოხარული ვარ თქვენი გაცნობით და თქვენი სტუმრობით, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე თქვენთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობით და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ბევრი წარმატებები და ბევრი გამარჯვება, რა თქმა უნდა და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ. მადლობა თქვენ. მადლობა.